გინდა გითხრა მარტივად როგორ წააგო საქმე სასამართლოში. უატყუე შენი ადვოკატი. ყოველ დღე ვხედავ და ვისმენ ისტორიებს, როცა კლიენტები ადვოკატს უმალავენ უსიამოვნო ფაქტებს, ალამაზებენ მათ ან მოვლენებს საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებიან. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება დაუშვა ადვოკატთან ურთიერთობის დროს. იცოდე, რომ მეორე მხარე მაგ დამალულ დეტალებს აუცილებლად ამოქეკავს და შეეცდება შენს წინააღმდეგ გამოიყენოს. და თუ ეს სასამართლოში მოსამართლის წინაშე მოულოდნელად მოხდა, მაშინ შენი ადვოკატი მოუმზადებელი და განიარაღებული დახვდება. ვეღარ სტრატეგიის გადაწყობას მოასწრებს და მთელი ნამუშევარი წყალში ჩაიყრება. ჩემი საქმე შენი მორალური შეფასება, განკითხვა და ფსიქოთერაპევტობა კი არა, შენი დაცვაა. ამიტომ ყველაზე მძიმე დეტალებიც კი პირველმა უნდა ვიცოდე, რომ წინასწარ მოვემზადო სუსტ წერტილებში დარტყმისთვის. გამიჯერე, იმაზე ბევრად უარესები მაქვს მოსმენილი, ვიდრე შენი ისტორიაა. ნურც გეშინია და გერიდება. კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაცია კანონით და ადვოკატის ეთიკითაა დაცული. და ხო, თუ გჭირდება ადვოკატი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო და რეალურად დაგიცავს, ჩემს ნომერს ამ პროფილზე და Google-ში იპოვე.